დაჭრილი ქართველი სამხედროები, რომლებიც ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას გადიან, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოინახულა. უწყების ხელმძღვანელი იმ ახალგაზრდებსაც შეხვდა, რომლებიც სწავლას ერთ-ერთ პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში გადიან. ამერიკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები რეაბილიტაციის კურსის ბოლო ეტაპს გადიან. რამდენიმე სამხედროსთან ერთად თავდაცვის მინისტრმა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუშიც მოინახულა. მასთან საბრძოლო დამსახურებების გამო რამდენიმე თვის წინ ამერიკის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. რეაბილიტაციის კურსის შემდეგ გავაგრძელოთ სამსახური ქართულ შეიარაღებულ ძალებში და გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რაც მივიღეთ ავღანეთში იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ დღეს საქართველოში და აპირებენ ასევე ავღანეთში სამსახურის გაგრძელებას. თან დაგვაფასეს, იმიტომ რომ უკვე მე-13 თვე აქ რაც აქ ვარ და შედეგიც არის უკვე რომ აკროვართ რომ მალე ფეხზე დავდგები და მალე საქართველოში ჩავალთ. ღმერთის წყალობით კიდე გავაგრძელე ჩვენ მოვალობას. სამიტის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში სამშვიდობო მისიისას დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები სახელმწიფოსგან სექტემბერში ბინებს საჩუქრად მიიღებენ. სამხედრო ჰოსპიტალის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ძალების ერთ-ერთ ბაზას ესტუმრა და იქ სამეთაურო საშტაბო და საექსპედიციო ბრძოლის წარმოების სკოლის ქართულ სტუდენტებს შეხვდა. სწავლობ საშტაბო სამეთაურო კოლეჯში. ვიძენთ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას და ცოდნას, რაც შემდგომში დაგვეხმარება ეს გამოცდილება გაუზიაროთ ჩვენს თანამებრძოლებს საქართველოში. ბაზაზე დიმიტრი შაშკინისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების პოლკოვნიკის ერიკ სმიტის შეხვედრაც გაიმართა. პოლკოვნიკი ერიკ სმიტი ავღანეთში იმ საბრძოლო ქვედანაყოფებს მეთაურობს, რომლის შემადგენლობაშიც ქართული სამშვიდობო კონტინგენტი ასრულებს მისიას. ამერიკელმა მეთაურმა საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს სამხედროების კვალიფიციურად მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც საქართველოში აქვს ნატოს ISAF-ის მისიაში. ქართული სამხედრო მოსამსახურეები არიან ამერიკელი საზღვაო ქვეითების კარგი მეგობრები და პარტნიორები. ქართული ჯარისკაცები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში. საქართველოს ყავს განსაკუთრებულად მამაცი სამხედროები და ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს მათით. რეაბილიტაციის სრული კურსის გავლისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქართველი სამხედროები მუშაობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ.